დღეს არის გამარჯვების დღე და ყველას გილოცავს. საქართველოს გაუმარჯოს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული 3 წლის თავზე საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ღმერთი. ფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს. დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნა. თავისუფლების მოედანზე 300-ზე მეტმა წვემამდელმა ფიცი დადო. ფიცის დადებამდე სამხედროებმა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცო ეს განსაკუთრებული დღე, 26 მაისი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის გმირების, მართლაც საამაყო სასიქადულო შვილების მსხვერპლი და სისხლი არ ჩაივლის უკვალოდ. ჩვენ აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნამდვილად ევროპულ საქართველოს და მე ამაში ერთი წამი ეჭვი არ მეპარება. მინდა ყველას მიულოცო, ჩვენი ქვეყნის მეგობრებსაც მინდა მიულოცო, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენზე და მინდა ყველა თქვენგანს მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წელს ჩვენ ვზეიმობთ ასევე ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს, ეს არის ნაწარმოები, რომელიც განსაზღვრავს, არის განსხეულება ჩვენი ქვეყნის სულის და მისი სიბრძნე ატარებს ჩვენს ქვეყანას ყველაზე რთულ მომენტებში. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაბრწყინდება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და რიგითი მოქალაქეები ისწრებოდნენ. საქართველოს მინდა მოულოცო ეს ბრწყინვალე დღე და 26 მაისი ყოველი ქართველისთვის და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანისათვის იყოს ხვალინდელი დღის იმედის დასაწყისი, იყოს საუკეთესო სურვილების შესრულების დღე და ყველაფერი საუკეთესო უსურვოთ თელ საქართველოს. იცოცხლოს ჩემმა ერმა, იხაროს და გამრავლდეს პირველ რიგში. გაერთიანებული საქართველო მინდა უსურვო და გაისად თუნდაც 2, თუნდაც 5 წლის მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენ სოხუმშიც დავბრუნდებით, გაგრაშიც და ოჩამჩირეშიც. იხარე ჩემო საქართველო. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ქართველების გენეტიკური კოდი და ამისკენ სწრაფის განსაკუთრებული უნარი, ამიტომ ვულოცავ ყველა ქართველს. დღევანდელი დღე ბევრ ამასთან არის დაკავშირებული, არჩევნებთან არის დაკავშირებული, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან არის დაკავშირებული. და ამიტომ ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ განსაკუთრებულად ვიზეიმოთ. თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. დედაქალაქის პარალელურად მსგავსი ღონისძიებები თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ამბროლაურშიც ჩატარდა.
რუსთაველის გამზირზე მისულ საზოგადოებას სხვადასხვა სამინისტროებისა და კერძო კომპანიების სივრცეებისა და სტენდების ნახვა, პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შეეძლოთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, სამოუკიდებლობის დღეს ეს უდიდესი მნიშვნელობის არის ალბათ ყველა ქართველის, ყოველი ადამიანისთვის და ღმერთმა შვიდობით წარმართოს ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევა არ მოგუშალოს და ყველას მოგილოცავთ პატრიარქის მხედრობის სახელით. სიმბოლური თარიღია და ამ სიმბოლური თარიღიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს რაც მოხდა ჩვენ ისტორიაში, დავაფასოთ ის და ის სტანდარტები, რომელსაც დღეს ჩვენ ვამკვიდრებთ, გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღონისძიებათა ფარგლებში საზოგადოების ნაწილმა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში დამოუკიდებლობის დღესთან ერთად საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღნიშნა. მუზეუმის ეზოში 26 მაისის თემაზე შექმნილი ბავშვების ნახატები გამოიფინა. მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გარდა ამისა მოგეხსენებათ რომ დღეს არის ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნების დღე. ეს ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. ჩემი თაობა არის ბედნიერი იმით, რომ მას ჰქონდა საშუალება უშუალო მონაწილეობა მიიღო თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მოვლენაში. ჩვენ გვახსოვს მერაბ კოსტავა, მისი ჩამობრძანება სოხუმში, ჩვენ გვახსოვს მისი სიტყვები, განსაკუთრებით მან ბრძანა და ეს ძალიან აქტუალურია დღესაც, რომ ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისაკენ. მოვდივართ ყოველ წელს აქ ამ წმინდა ადგილას, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნო და პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის, საქართველოს ძლიერებისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენი ბავშვები მის კვალზე უნდა აღიზარდონ. ის საქმე უნდა აკეთონ, რისთვისაც იბრძოდა ბატონი მერაბი, ბატონი ზვიადი და ყველა ქართველი ადამიანი, ჩვენი წინაპრები, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.